You better raise up out your check, straight at your neck. Grammy came through with spot the bless, leave a bitch perplexed. Saw they bumping up out the deck, straight from out the sled. Swingers poking with corners bent, pushing down your set. Bitch, I'm a baller, baby. Golden D's, best believe, no bitch can fuck with me. Cause I'm about my favorite, the cleanest back from the 7 seas. Taylor suits, gator boots, gold ring and platinum teeth. Chuck the deuce, out the coupe. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენთან სტუმრად არის Nissan Note 2005 წლიანი. პირველ რიგში მინდა გითხრათ და მოგახსენოთ ის, რომ ჩვენი ესე იგი ძირითადი გადაღების მიზანი რა არის. პირველ რიგში ის, რომ ეს არის უბრალოდ ჩვენი ჰობი, ჩვენ ეს გვაინტერესებს, გვიყვარს მანქანები, ავტომოყვარულები ვართ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ესეთი პატარა ტესტ-დრაივები, ასე ვთქვათ, მანქანების ჩაგვეწერა და გაგვეკეთებინა და მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც მანქანები ყავთ გასაყიდი, ყოველთვის წერთ ვიდეოებს ამ მანქანებთან დაკავშირებით, მცირე ინფორმაციას გაწვდით და აქედან გამომდინარე, მე ვინც გადაწყვიტავს და ან მანქანებს ეძებს ზოგადად რომ იყიდოს და შეიძინოს, ამ მანქანებს ყიდულობენ. სხვადასხვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ რამდენი გასაყიდი მანქანა გადავიხეთ 2-3 დღეში, მაქსიმუმ 20 დღეში ყველა მანქანა გაიყიდა. ეს მანქანაც არის, რა თქმა უნდა, გასაყიდი, ჩვენი მეგობრის არის ირაკლისი, მისი ნომერი თავისთავად დაეწერება აქ და შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ. ეხლა უშუალოდ ამ მანქანას რაც შეეხება მცირეოდენ ინფორმაციას მოგაზრდით. ეს მანქანა, ესე იგი, იაპონელებმა გამოუშვეს ქალაქისთვის, ის არის ეკონომიური, მისი წვარი, რაც უწერია ოფიციალურად 5 და 8, მაგრამ ჩვენს ასე ვთქვათ, საცობებში და თბილისში რო ვისაუბროთ ეხლა კონკრეტულად ამ მანქანის წვაზე, დაახლოებით 7-8 litrზე მაინც ადის რა. რაც არ უნდა ეცადოთ და ნაკლები აწვევიოთ, ჩვენი მოძრაობებიდან გამომდინარე, მაინც გვიწევს ასე ვთქვათ, რაღაცა საცობში დგომა, ხანდახან ჩაჭერა, თან გვიყვარს ეხლა ჩვენ ქართველებს, გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი იყოს, ქართველებს გვიყვარს ხოლმე ჩაჭერა 1 და 5 ყავს, 1 და 3 ყავს თუ 5 და 0 ყავს, მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის მოკლედ ესე ვცდილობთ, რომ მაინც ჩავაჭიროთ და სასაცილო კიდე რა არის, იცი, სხვა შორის ძალიან დიდი ამბიცია აქვს პატარა ძრავიანი მანქანების მეპატრონეებს რა და ყოველთვის ესე აი მუსტანგით რო გაიჭითები ან მაგარი სერიოზული BMW-ი რო ხარ და გვერდზე ამოგიდგება რა ქვია ფიტი 1 და 3-იანი და გიჭერს ღვაზე ხა. ონა აი ესეთი ამბიციები მოკლედ პატარა ძრავიანი მანქანების მეპატრონეებს აქვთ და რატომ? იმიტომ რომ მათი სურვილი არის რომ ყავდეთ დიდ ძრავიანი მანქანა. საშუალებიდან გამომდინარე ყველა რა თქმა უნდა ვერ ყიდულობს და მე მინდა გისურვოთ რა მანქანაც გინდათ ნებისმიერს, აი ყველა იმ მანქანის ასრულებას გისურვებთ ერთი სიტყვით რა. ხო, გადავიდეთ ახლა ისე დაუბრუნდეთ ამ მანქანას. რაც შეეხება უშუალოდ ამ მანქანას დავიწყოთ ახლა ამ მანქანაზე საუბარი რა. დიდი ისეთი არაფერი, ვიზუალსაც ხედავთ ახლა რომ ჩემს გემოვნებაში რა თქმა უნდა საერთოდ არ ჯდება. რაღაცნაირად, კი, ჰეჯბეკი არის, ეს გასაგები არის, მაგრამ იმდენად რაღაცა ეგრევე ჩამოტეხილი ტრაკი აქვს, რომ საერთოდ არ მევასება მოკლედ მე პირადად, თუმცა არის კომპაქტური, ქალაქში არის ძალიან მარტივი სამართავი, გოგოსთვის მით უმეტეს არის ძალიან კარგი, მისი გარე ვიზუალზე მოდი წინა მხრიდან დავიწყოთ რა, უკანა მხარეს პრინციპში კი გითხარით რაც არ მომწონს. წინა მხარეს ეხა რავი რაც შეეხება, ეხა ეს ფარები, რავი ჩემ გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელსაც მოწონს ამ მანქანის ვიზუალი, თავისთავად ეს ლოგო ძალიან უხდება თავისი Nissan-ის და Nissan-ი არის ერთ-ერთი სერიოზული ავტოსფეროში პირველი წამყვანი ბრენდი, იმიტომ რომ მას ყავს ისეთი მოდელები, რომელიც არის მართლა საოცნებო მანქანები. რო დავიწყოთ Nissan Patrol-დან პირველ რიგში და ახლა GT-R-ები ხო საერთოდ ეგ ხო ლეგენდა მანქანები არის რა. მოდი დავანებოთ ახლა მაგას თავი, ისევ გადავიდეთ ამ მანქანაზე. ურჩევ ყველა დამწყებ მძღოლს, მით უმეტეს გოგონებს, საოჯახოდ არის მშვენიერი მანქანა და ქალაქში სასიარულოდ, როგორც აღნიშნე, არის კომპაქტური და ძალიან მარტივი სამართავი და როცა ადამიანი ასე ვთქვათ არის ახალი მძღოლი, აიღებს მართვის მოწმობას, შეუძლია აი ესეთი მანქანა, ესეთი ტიპის მანქანა აირჩიოს საყიდლად, შეიძინოს და მშვენიერი არის სამსახურში სასიარულოდ, ბავშვების ბაღში, სკოლაში წაყვანა. რავი, მოკლედ ამ ხრივ არის მშვენიერი მანქანა. მის ვიზუალს თავი დავანებოთ და ნამდვილად ეხლა მე მინდა რომ შიგნიდანაც გაჩვენოთ, საბარგულს გაჩვენებ, სხვადასხვის იქიდან გამომდინარე რომ არის კომპაქტური და პატარა მანქანა, საბარგული მაინც ნორმალური აქვს რა და შეგვიძლია რამოდენიმე ჩანთაც კი შიგნით ჩავატიოთ და სადმე სოფელში გავიდეთ, დაჩაზე წავიდეთ მაგალითად და გავასეირნოთ, პიკნიკზე წავიდეთ, გავასეირნოთ ოჯახის წევრები, მოკლედ არის ეს კონკრეტულად ეს მანქანა არის
მარჯვენა საჭიანი, მარცხენა საჭიანი არსებობს თუ არ არსებობს ამ მანქანის ვერსია ნამდვილად არ ვიცი და ვერ გეტყვი, შეგიძლიათ თუ და გაინტერესებთ დაგუგლოთ და Google ხო ადამიანის მეგობარი არის დღეს 21 საუკუნეში და შეეკითხეთ რაც გინდათ და ყველაფერს ამოგიყრით, მოკლედ ყველანაირ ინფორმაციას. ეხლა მოდი ვისაუბროთ ამ მანქანის შესაძლებლობებზე. შესაძლებლობაში რა ვგულისხმობ? გულისხმობ ძირითადად ძრავს. ამ მანქანის ესე იგი სამი ტიპის ძრავი არსებობს. ნუ არის დიზელი ვერსიები, რაც რა ჩემთვის არის მაგარი სისულელე. დიზელი უნდა ქონდეს ტრაქტორს და შეიძლება ოფროუდის ჯიპს, რაზეა საუბარი. დანარჩენი ჩემთვის არის მოკლედ, ნუ იმას დიდი მანქანები რო არის, ტრაილერები კიდე რა. ნუ რაზეა საუბარი, მაგრამ ეხლა ქალაქის მანქანას რატომ უნდა ქონდეს დიზელი ძრავი, მე პირადად არ მესმის. არის მისი ესე იგი 1 და 4-იანი, 1 და 5-იანი ძრავები და ასევე 1 და 6-იანი. კონკრეტულად ეს მანქანა არის 1 და 5. მოკლედ, აი ეს არის ძრავი, აი ყოჩახი ირაკლი, როგორი გასუფთავებული აქვს რა, როგორ კარგად მოვლილი აქვს მანქანა. ნამდვილად ეს მანქანა არის მეგობრებო გასაყიდად გამზადებული, გარედანაც კი ფაქტიურად არაფერი არ ჭირდება. პალიროკას რო ვეძახით, ანუ გაპრიალება გარედან მანქანის ესეც გაკეთებული აქვს. ძრავი არის ძალიან სუფთა მდგომარეობაში, მუშაობს იდეალურად, არანაირი ცუდი ხმები არ აქვს და ხო, რა თქმა უნდა ვთქვა ჩვენ ამ მანქანის ცხენები. ამ მანქანის ცხენი არის 100 ცხენი. რაც მე ვფიქრობ რომ საკმარისი არის რა ეხლა თან გოგოს მანქანისათვის რავი ქალაქში 100 ცხენი ნორმალური არის. მეტი სხვა რავი რა შეგვიძლია ამ მანქანაზე რო ვთქვა ასევე კოლოფი სიჩქარების გადამთავი კოლოფი არის ვარიატორი, ნუ ვარიატორზე ვიცით ეხლა ჩვენ რომ არის რთულად მოსავლელი და საქართველოში ძალიან რთული არის მისი აღდგენა და შეკეთება, მაგრამ თუ ჩვენ ვარიატორ ძრავს მოულით და თავის დროზე ზედს გამოცვლით, არანაირი პრობლემები ამ კოლოფს მოკლედ არ აქვს რა და ის მითი რომ რაღაცა აი არ ვარგა ვარიატორი და არ იყიდოთ და ეგ დამიჯერეთ, ეგ ყველაფერი არის სიცრუე და ტყუილი. თუ მოული, რა თქმა უნდა არის ფაქიზად მოსავლელი და თუ მოულით იმდენს გაივლის, ისე გაივლის 300.000, აი გეუნებით, აბსოლუტურად არაფერი არ დაემართება. მოკლედ ეს არის მე პატრონეზე და მის მოვლაზე ყველაფერი დამოკიდებული. ეხლა დავხუროთ ჩვენ. ეს არის აი ამ მანქანას აი ამათ თუ ჩავთვლით მინუსად რავი, აი ეგ არის რა, მავთულით არის დამაგრებული კაპოტის სამაგრი, всё, აი ეგ არის, თორე დანარჩენი, აი მართლა მომწონს, აი როგორ კომპაქტურად და იდეალურად არის ძრავი თვითონ რა. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ აკუმულატორიც კი ამ მანქანას უყენია ახალი. მოდი ახლა საბა ჩვენ გადავინაცვლოთ სალონში. რაც შეეხება სალონს, გადავინაცვლოთ სალონში. მოკლედ მე იმდენად კომფორტის კაცი ვარ. ეს გვაქვს რაც თავარია. იმდენად კომფორტის კაცი ვარ მე, როცა მანქანას ეხება მით უმეტეს საქმე, რომ ძალიან მოკლედ პრინციპულად უდგები შიდა მხარეს. და აქ ჩვენ რა თქმა უნდა უკვე Nissan-ის იაფიან სეგმენტში ყოველთვის ხვდება რაღაცა უშნო პლასმასები რა. აი ეს ძალიან არ მომწონს მოკლედ. საჭი არის მახინჯი, მინდა გითხრათ. სალონი არის მახინჯი. ესეც უნდა აღინიშნოს. თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც თქვას, რომ ყველაზე მაგარი სალონი კონკრეტულად ამ მანქანას აქვს მთელ სოფლიოშიო, ეგეთი ადამიანებიც არსებობენ. შეიძლება ვიღაც ჯინში ჩაგვიდგეს უბრალოდ და რადგან მე ვამბობ, რომ არ ვარგა, ვიღაცამ აი პრინციპის გამო დაიწყოს იმის დაჯინება, რომ გინდა თუ არა მაგარი სალონი აქვს. და ამ დროს შეხედეთ ელემენტარული რა. ეს თუ ჩამოდის. შეხედეთ რამხელა სათავსო აქვს? აი ეს პლუსი არის. სათავსო გვაქვს. აქაც შეგვიძლია რაღაცები ჩავალაგოთ. ეგ მომეწონა. ანუ ესეთი პატარა მანქანისათვის, როცა მით უმეტეს ფაქტიურად იყენებს სამსახურისთვის ან უშუალოდ გადასაადგილებლად ქალაქში, რომ ბავშვები წაიყვანო, წამოიყვანო, საკმაოდ ესე იგი დიდი რაოდენობის უჯრები აქვს. ბევრი უпроსორად რაოდენობის უჯრები აქვს და ძალიან კარგი არის. სათავსო გვაქვს აქაც. აი აქაც კიდე 3 განყოფილება არის, ესეც მომწონს. არა, 4 განყოფილება. 1 2 3 და 4. ესეც ნორმალური არის, კარგი არის. აი ეს ვნახოთ აქ რა ხდება. ნუ სარკე გაქვთ რა თქმა უნდა თან გოგოებს ხომ მაგრად უყვართ საცობში რომ დადგებიან კი არა. აი რომ მიდიან უკვე რა, მანქანა რომ დაძრული არის, მაშინაც უყვართ ხოლმე რა, ტუჩსაცხის წასმა, ბრჩხილების ასე ვთქვათ, ლაკის გადასმა და ასე შემდეგ და რა, შეგიძლიათ ექსარკე გოგონებო გამოიყენოთ. მაგისათვის არის ზუსტად. ოღონდ ფრთხილად იყავით რომ წინ რომ მიდის რაღაც ზვირიანი მანქანა თუ გინდა იაფიანი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ფრთხილად იყავით მაინც რომ რამე ჩეპი არ მოგივიდეთ რა და არ დაარტყათ. მე მომივიდა ესეთი რამე ჩემს მუსტანგზე სხვადასხვა გაჩერებული ვიყავი და უკნიდან
შემომასკდა ერთი გოგონა. იყო შემთხვევა, რომ კაციც დამეჯახა და ძალიან მაგრად გამიფუჭა მანქანა, მაგრამ იყო შემთხვევა, რომ გოგოც დამეჯახა. კიდევ კარგი რომ იმდენად მცირე სიჩქარით მოდიოდა ეს გოგო, რომ ტუჩსაც ისვამდა სხვადასხვის. მე როგორც თვითონ აღნიშნა და მითხრა. და იმდენად ნელა დამეტაკა, რომ გადავრჩით და არც მისი იყო დაზიანებული და არც ჩემი. ფრთხილად იარეთ მეგობრებო, ფრთხილად იარეთ. მოკლედ მე არაფრის თქმა არ შემიძლია სხვა ამ მანქანაზე, ნუ ხედავთ აგერო არის სავარძლები ძალიან უკომფორტო ჩემთვის პირადად არის ძალიან უკომფორტო მე მაგალითად ამ მანქანით ეხლა შორგზაზე და დიდგზაზე ნამდვილად ვერ წავალ რა არის ნაჭრი აქედან გამომდინარე რა ვიცი ეხლა ცოტა შეიძლება რთული მოსავლელი იყოს მაგრამ გოგოები მოულით ისე რამდენი გოგოს მანქანაში ჩავიხედავ სულ არეულობა არის ხოლმე რა ძირითადად ბიჭები არიან რომ ესე გადაყვებიან და ესე ყველაფერს ესე წმინდავენ და ასუფთავებენ უფრო მანქანის მხრივ უფრო პედანტობა გვახასიათებს ბიჭებს საბა არ დამავიწყდეს მართლა საბარგულის ვაჩვენოთ ეხლა ჩვენ მეგობრებს და ჩვენს გამომწერებს ეხლა ვნახოთ საბარგული. აბა, მაინტერესებს ეხლა არც ამიხდი ეს მანქანა. აი სხვადასხვის არ ვიცოდი როგორ ეხთებოდა და ძალიან მარტივი არის. ოდნავ ესე იგი თიც მიადებდა ეგრევე ამოდის. ნუ პატარა საბარგული გვაქვს ეგეც კომპაქტური. მაგრამ როგორც გითხარით აღვნიშნე მე რამოდენიმე ჩანთა დაეტევა და შეგიძლიათ მოკლედ ისარგებლოთ ნორმალურად. აი შიგნით კიდე რა კარგი სათავსო არის, არ ვიცოდი. აი ეს მომეწონა. ძალიან მაგარი არის. საბა აი მშვენიერი არის საბა შეხედე აი ეს ძალიან მომწონს ქვემოთაც ყოფილა ადგილი და შეგვიძლია ნუ მოკლედ რაღაც ჩავალაგოთ რა როგორც ზემოდან დავალაგებ ჩანთებს ქვემოთაც არის რაღაც ადგილი და აბა ნახოთ აქ რა ხდება აჰა სათადარიგო საბურავიც გვაქვს მოკლედ ყველაფერი მოყვება ამ მანქანას მე ვფიქრობ რომ აი მართლა დამწყები მძღოლისათვის ან ვინმეს თუ უნდა რომ თავის მეუღლეს ან შეყვარებულს გაუკეთოს საჩუქარი და მანქანა უყიდოს მშვენიერი შენაძენი იქნება რა მე მომწონს აბა გადმოვაგდოთ ახლა დეში და წავიდეთ დავძრათ ბოლომდე ჩავაჭირე და 60-მდე მოკლედ ძლივს ავწიეთ პრინციპში ამ მანქანის დანიშნულება არც არის რომ რაღაც საოცრად სწრაფად იაროს რა ბღუის მოტორი და ძლივს მიდის ნუ მე შემდეგ უკვე 80-ის მერე კრიბავს რა ყოველ შემთხვევისას ამ ფაში რა ფაშიც ეს მანქანა იყიდება ეხლა ირაკლი მე როგორც მომწერა და მითხრა ატვირთული აქვს მაი ავტოზე დღეს ატვირთა $2800 დაადო ფიქრობ რომ ამ მანქანისთვის მართლა არის იდეალური ფასი აღა ჩვენ 100,000-ია გარედან ვისაუბრეთ ამ მანქანაზე ამ მანქანის ძრავზე ვისაუბრეთ ინტერიერზე ვისაუბრეთ და ეხლა მაინტერესებდა უბრალოდ როგორ ივლიდა რა ეხლა რო გითხრათ რომ რაღაც სასაული კომფორტი აქვს და ძალიან რბილი არის მანქანა მეთქი ნამდვილად მოვიტყუებით რა და ჩვენ კიდე ტყუილს არ ვამბობთ რასაც ვხედავთ და რაც არის რეალობა მანქანასთან დაკავშირებით ყოველთვის იმ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ გამომწერებს და მაყურებელს ერთი სიტყვით შეგიძლიათ მეგობრებო რომ ირაკლის დაუკავშირდეთ შეიძინოთ ეს მანქანა გეუბნებით რომ კიდევ ერთხელ გამეორდები ამ ფასში არის იდეალური მანქანა რო გითხრათ ახლა სიმართლე ასევე სიარულის დროს დიდ კომფორტს შეიძლება ვერ ვზნობდე, მაგრამ უკომფორტობასაც არ განვისთი ნამდვილად. 100,000-იან ნორმალურად ვზივარ. ფარტი შიგნით არის საკმაოდ დიდი, მაღალჭერიანი არის, არ არის რაღაცა ჩეხური ბინასავეთ. და შვენივრად შეგიძლიათ რომ ამ მანქანაში მოთავსდეთ თქვენ და უკან ძალიან თავისუფლად სხვადასხვის მიუხედავად იმისა რომ არის კომპაქტური და პატარა მანქანა, სამი ადამიანი თავისუფლად ეტევა. ესეც უკვე არის ამ მანქანის პლუსი. მოდი ახლა დაგემშვიდობებით, მოიწოდეთ ეს ვიდეო აუცილებლად, ვისაც არ მოგეწონებათ შეგიძლიათ საერთოდ არხის გამოწერას კი გააუქმოთ, არ არის პრობლემა. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაელოდეთ მეორე კვირა, სადაც დაიდება კიდევ უკეთესი და კარგი ვიდეო და აბა დროებით.